გიო, აი ამ ბურგერს 4 ლუკმაში თუ შეჭამ, $300 მოგცემ. $300? ხო. $300 ქრისტე შენ შეჭამ ბურგერის დედა არ ვატე. უფრო ნაკლებში თუ შევჭამ რა ხდება? $100 დავამატებ. ჯერ გავტეხოთ. მიღადავები რანაირად? არ გადაგწდეს, ბიჭო. ნიჭე დოლარები საიდან გაქვს? ანგარიშიდან გამოვიტანე. რანაირად, ბიჭო? არ ჩაგეტევა, შანსი არ არის, რომ ჩაგეტიოს. პირდაპირ გირჩევ რომ დაამატო $100, იმიტომ რომ აი ამას ახლა ერთ ლუკმაში როგორ ვერ შევჭამ ქრისტე. რანაირად, ბიჭო, რა არის? საცავი გაქვს? გაფიცებ. გახრეტილი გაქვს კუჭი, გიორგი? $400 მომე. აჰა, აიღე 300. კიდე 100 სად არის? მაგას მერე მოგცე. ფუფლო ნახე რა. Praise dog, and McDonald's და KFC-ს ფრთებს. და ასე გამოიყვება McDonald's-ის ფრთები და KFC-ის ფრთები კიდე აი ასე. პირველ დავაგემონებ McDonald's რა თქმა უნდა, გემრიელი რა კაია. მე მომწონს არტის რა მომწონს, მაგრამ კაია. დემას კიდე ჩვენ პატრონები დაალაგებენ რა. ეს ამასაც. ახლა დავაგემონებ KFC-ის ფრთებს, სანამ შევჭამთ გამომიწერეთ. აუცილებლად. Drogoi, ხოჩიურად არ გიყვართ არ ვიცი, მაგრამ მომწონს კაია, რაც ხორცია კაია რა. ამას ისევ პატრონები აიღებენ, რა დავაგდოთ? აი ამას დავათამაშებ ჩემ ძაღლ გამომწერებთან რა. ანდა მოდი შევჭამ, ოდიშით რა ძაღლები გამიგებენ ახლა რა, მას შემიძლია რა. დავჭამოხლცი. რომელი მარცხენა, არა მარჯვენა, აი მარჯვენა იყოს ომი. მე რა დაიხორცი. მიხვარს რა, აი ხორცი მაინც რა არის რა. ვაიმე გამეჭედა ძვალი მგონი კბილში. დაიცა გამოვიღო, დაიცავს შო, ეგ არის. როგორ გაიყო, დამალაიქეთ და გამომიწერეთ უეჭველი რა. ნიკა, გიყვარვარ? მიყვარს. ძალიან გიყვარვარ? მიყვარს. აი ამ ხელაზე გიყვარვარ მაინც. აი აი მიყვარს. შავმაზე მეტად გიყვარვარ. იცოდე შენი ადგილიდან იმიტე. აუ საცობი იყო. აუ რამდენიც დააგვიანე რა. საცობი იყო კაცო. აუ კაი რა, სულ ასე იქცევი. არ შეიძლება ასე ხა მე რამდენ. უგემრიელესი ყოლა. აი ხა ძალიანაც არ დაგიგვიანებია ამ ერთხელ გაპატიებ. კაი. აჰა. ქრისტი, ნახე შენ რა გავაკეთე, რა ტკბილი და გემრიელი რაღაცა, იცი? გასინჯე. კაია? ძალიან გემრიელი არის, რა ვიცი, რაღაცა გავაკეთე ნამცხვარი პატარა. უნდა შეაფასო და ხალხს უთხრა ხა გემრიელი არის თუ არ არის. ეგ შოკოლადია უბრალოდ ზევიდან. ეს ისიქრენია. რაღაც გასინჯე რა. ძალიან ტკბილია. გემრიელი ხო არის? ხო, რა. გასინჯე, ქრისტი რა გემრიელი. კაი, რა საკეთებ ქრისტი? რატომ ესური რა გია? აი მანდ დაიძინე. კაი, ნუ მეს. ნომიღე. კაი გოგო. ველილური.
ბები, ნამდვილი ფრი გავაკეთე. ისეთი გემრიელია, აი თითებს გაიმოკავ. აუ ნახშირი შემიწვით, ქუჩით არ მithოვია, ბები. ნახშირი არა ის. დანიანად გემრიელია. ლარიანი შეტადი რასაც გინდა იყიდე მაშინ. უფ, ლართ მაღაზიაში არ შეგახედებენ ეხლა რა. წერეთელის მექსიკური, სადოთ დამალი მოიტანეს. თავაწერია, გაიჩიდე ხოლმე. წერეთის 91 ჭარუკიანი 3. ძალიან კარგი, ერთხელ უნდა გავიჩიდო მანდაც. ვინკინაც გამოდროებები. სასწაულია, ძალიან გემრიელია. იცოდით რომ ადამიანმა რომელმაც 7 კანფეტი უბრალოდ ერთმანეთზე დააწყო, სოფლიო გინესის რეკორდებში პირველი ადგილი მიიღო? მე კიდე დაახლოებით 10 წელია ვაგროვებთ ისინის ფიგურებს და სოფლიო გინესის რეკორდებში ჯერ კიდევ ვერ ამიღია პირველი ადგილი. ხო და ჩოკოპაის ახალ გემოებთან ერთად ჩვენს გადაწყვეტეთ დაგვემყარებინა მთელი ოჯახით სოფლიო გინესის რეკორდებით. ჩვენი დღევანდელი ჩელენჯის მონაწილეები კი იქნებიან ქალბატონი დონობებო, კუდრაჯა ჩემი დაიგო ნინო და ჩოკოპაების მუსრელი ნიკოლოზი. ჩვენი უმთავრესი მიზანია 7 წელი ჩოკოპაი დავაწყოთ ერთმანეთზე. ქალბატონმა დონობებომ ბევრი კითხვა და ცოტა ეცადა და მეხუთე საფეხურზე მისი სასახლე დაინგრა. აი რაც შეეხება ჩემს და ძალიან ცოტა შორებდა მსოფლიო გინესის რეკორდამდე და მისი სასახლე სამწუხაროდ მეექვსე საფეხურზე დაინგრა. რაც შემეხება მე დონობებოს ბედი გავიზიარე. ყურები არ ჩამოვყარეთ, იმიტომ რომ მარწყვის, კარამელის და ქოქოსის ახალი გემოების სრული შოკია. აუ ბიძია მანქანას გაგირეცხავ რა გეხვერწებით ხო? წადი ბიჭო, სადამ აქ მანქანით არის ხიფული. აი მაშინ მაიკას გაგატანა აი კაცი და გამირეცხე წერიანი ორი კვირა არ დამივანია თან. კაი. მოდი აგერე ბიჭო. ვინ ბიჭო? შენ ბიჭო. მე ბიჭო. ხო, შენ ბიჭო. მე ბიჭო. სამსვე ბიჭო. ნიკა, მე მგონი რაღაცა გასუფებული ხარ. არა რა გასუფებული, ეხა კიდე ვარჯიში დავიწყო, თორე იქამდე შენსავით ვიყავე. ბატონო ნიკა, ხედი გაქვთ მოსაწერით შეიძლება. ეხავე. მაგარი დაღლელი ვარ ციკა და ყავა გამიკეთე, გამოფხიზლება მჭირდება. გამოფხიზლება. ორსულად ვარ და დეკრეტში უნდა გავიდე. როდის რანაირად? ხო, ეს. მას ქვია. გამოფხიზლდით? კი. ხო, ეს ყავა არ გვაქვს უბრალოდ და ამიტომ. მადლობა. აი კომპიუტერი შენია? მათამაშე. ვერ გათამაშებ. რაზე? არ მოგთამაშებ. გადმოწერა. ვერ გადმოწერა. მე გადმოვკაჩავ. ვერ გადმოგაჩავ. ანუ ადგილი არ მაქვს. გეკნება. არა ვერ გადმოწერა. მათამაშე. ვერ გათამაშებ. მათამაშე. მათამაშე. ვერ გადმოწერა. მათამაშე. 20 წუთიან რიგში იქ ჩავდექი, სადაც არც კი ვიცოდი რა იყიდებოდა. ძალიან ბევრი ხალხი იდგა და ვიფიქრე სულ რამეს ხო არ დაელოდებიან მეთქი. გამიმართლა თურმე საცხობი ყოფილა და გემრიელი დარიჩინის ფუნთუშები იყიდებოდა. როგორი დარიჩინის ფუნთუშა არ მინახავს და გამისინჯავს, მაგრამ ასეთი არასდროს ღრუბელივით ფუმფულა იყო, ზემოდან კნატუნა ზედაპირი ჰქონდა და შიგნით ცველი და დარიჩინით სავსე. ხელთფსტის კრუასანიც გამოვაყოლე, რადგან მადი საღმძვრელად გამოიყურებოდა. და კიდევ 80 ჯერ ჩავდგებოდი მაგ რიგში მარტო ამ კრუასანის გამო. აქ რა გვაქვს? იაპონური კოკაკოლები. მარწყვის არომატით, ატმის არომატით. თვალისთვის უჩვეულოა. საერთოდ იაპონურია, იქნება ჩინურია ან კორეული. რატო გადავუწყვიტე? ვიკითხო. ამ მარწყვის და ატმის ვიზუალი ისეთი არის სამნახატში, რომ მინდა რომ ჩავკბიჭო. მარწყვის ნაყინის სუნი ამოვარდა. ცნაური გემო აქვს. მარწყვის კოკაკოლის თითქოს ნატურალურია. და თან ძალიან ახალი ფრეში. თითქოს მარწყვის ტორტი ჩავკბიჭე. ძალიან გემრიელია. რო არ ვიცოდე რა სამ ვერ ვიტყოდი რომ კოკაკოლაა. ნახოთ ატამი. ეს ძალიან გაზიანი ჩვენს. და არც ისე კარგი სუნი აქვს. კი, ატმის გემო მოდის, მაგრამ თან წყალწყალაა. ცუდი ხარისხის ატმის წვენები რო იყიდება. ეგეთი გემო აქვს. ეს არ მომეწონა. ოს მიღებ რა მოაშორე, არ დავждები. შანსი არ არის გიორგია. შეთამაშონი მაგარი. აიცი, რაღაცა მიცუდათ, მაგარი. საუბრო მე გული. ვინ არის მომხრე რომ ქრისტი დაჯდესი? ქრისტი, ყველა გამომწერმა თქვა რომ უნდა დაჯდე, ამიტომ რა უნდა ქნა? არ უნდა დაჯდე. ქრისტი. რა სიტყვი? აუ მისი დიო. აუ ხარი.
ბავშვებო, ყველა ვთქვით, რომ ქრისტი გადმოვარდები. ომიტირები ხო? არ მინდა, ჰიპით მოეჭიდე, ჰიპით. ღიპი დავიკელი უკვე 3 კილო. აუ მოკლე ვარ, ვაიმე ვერ მეცადა. დაკა. გეშინია? არა! თვალები გაახილე, თვალები. ვის შეშინია ვერ გავიგე. ქრისტი გაახილე, გოგოთვალე. რა თქვი? ერთი კვირა არ გილაპარაკები, შოთი რატო? ზეიძინებ. 2 საათი ვიდექი ქუჩაში და გეოდებოდით. ხახო მაქსიცივეში და ანუ ვერც გადავიღეთ, ვერაფერი ვერ ვქენით. თუმცა არა უშავს ახლა მარტო შემეძლო მაგის გადაღება. გადავიღე კიდევაც ახლა უბრალოდ ცოტა წავიწუწუნე, მაგრამ იცით რა არის? ეს შემოეცემ. დავალდისო კიდევაც არ არის პრობლემა. ყველაფერს გავაკეთებ და მე გამგზავნით, რა? მე დაგწო. ეს გემრიელი ჰოთ-დოგი და მწვადი შავმა თქვენ. ეს 20 ლარი ინებეთ. რამდენი დავუტოვო ნეტა, ისე მიღიმოდა და ისეთ საყვარელი იყო 5 დავუტოვა თუ 10 ლარი. ისე ძალიან საყვარელად მომიმსახურა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ესე გამიღიმა. იქნებ დამაცადოთ, მე თვითონ გადავწყვიტო, რამდენი დავტოვო ჩაი. გულში მეგონა რომ ლაპარაკობდი. ინებეთ, თქვენზე 12 ლარია. 3 კელი და 10 ლარად. აუ არა, 10 ლარად ვერა. აი 7. ვერც 7, არა. 5 ლარი მომეცი და შენია ეს. 5? აი. მოიცა, ვაიმე. ბიჭი, ერთი მოდი გოგონი შენი ლამაზი თვალების ჭირი მე წაიღეთ კარტოფილს შენერი ლამაზი თვალები ვერ ახედა. ერია ღირის კარტოფილი. 4 ლარი გენაცვალე. აუ რა ჯვირა დგა. რა ძვირია ქალო? მოდი ლამაზო ლარი. 40 კაპიკი 20 კაპიკი შენი ლამაზი თვალების ჭირი მე. მოდი. 1 კილო. იასებობ ეს 1 კილოა. რას გაკვირებ, რას მკადრებ, 1 კილოა ვერ ახედა. მაცალე გენაცვალე. ხო, გოგო. ჩამოვედი თუ არა თბილისში, რომ ბანკის დირექტორად დავიწყე მუშაობა. კაი, ბეჭედი გადმოგირეკავ. რამდენი კილო გინდა? არ იყიდო გოგონი მანდელვაში. იმიტომ რომ ჩემი თალის ცხოვრება დაწყებილი თუ შემდგარ არ იყიდი. იყიდე შემდგარ ვაშლი, მაგასაც არ იყიდო დაწყებილი. ხალხო, თქვენთვის მაქვს ეხლა ძალიან მაგარი ჩელენჯი. უყურეთ, ქრისტის ხო ხედავთ აი ეგ, ჯერემისთან ერთად ერთობა აქვს. ხო და თუ 10,000 ლაიქზე ერთ დღეში ავალთ 24 საათში, ძალიან ღრმა ადგილს ვიპოვე აი მდინარისას და შუმად ტანსაცმლიანად აი იმაში ჩავაგდებ. ისე რომ ქრისტიმაც არ იცის ახლა ეს წარმოიდგინეთ. ამიტომ თქვენ იცით, აბა 10,000 ლაიქი ერთ დღეში. ძალიან ცოტა არის რეალურად. ბები, დღეს მე შენთან მოვედი ახალი გამოცანით და ახალი პრიზით რა თქმა უნდა. როგორ მიყვარს იცი შენი გამოცანები? თანო პრიზია? აბა შენ პრიზის გარეშე კითხვაზე არ მიპასუხებ და ახლა შენ თუ მეტყვი თუ რამდენ წრეს ხედავ ფოტოზე, მაშინ 100 ლარს მიიღებ ჩემგან საჩუქრად. ნახოთ, აბა მაჩვენე. აბა გამომართვი ფოტო და ნახე რამდენი წრეა ფოტოზე. შენ ხო რამეს არ მაბოლებს? 3 წრეა ჩვეულებრივ, 1 2 3. შენ გგონია ასე მარტივად მოგცემდი 100 ლარს? არ არის 3 წრე ფოტოზე. 3 წრეა. არ არის 3 წრე. თუმცა ეს კვადრატია. მე მგონი ეს ის არის რაც მე ფიქრობ, იცი? კი, მოიცა.
всё, чем შეყვარებულს შორდები, მითხრა რომ არ ვუყვარვარ და არც არასოდეს ვყვარები ვარ. ჩიკა, შენთვის არ მithქვამს ეგ. გითხარი რომ გეყოფა ამდენი სათვალეების ყიდვა. იგივეა. მე ტაქსის მძღოლი ვარ და ვფიქრობ კარის მოჯახუნებაზე ჯარიმა უნდა იყოს. მე მგზავრი ვარ და მე ტაქსის მძღოლი ვარ და ვფიქრობ ისეთ ადგილას არ უნდა ხდებოდეს გამოძახება, სადაც გაჩერება არ შეიძლება. მე მგზავრი ვარ და მე ტაქსის მძღოლი ვარ და მომბეს და ხუმრობებით ორ დიპლომზე. მე მგზავრი ვარ და მე ტაქსის მძღოლი ვარ და ხანდახან ძალიან ვერ ვიტან, როდესაც მგზავრს ფსიქოლოგი მგონი ვარ და რუტუ არ ჩერდება. ბურგერი მოხდეს მე ახარ. შაურმა თუ მექსიკური შაურმა თუ აუნეტა რომელი მინდა, მაგრამ ორივე რომ მინდა. და ჩემი მექსიკური. და ჩემი შაურმა საწავიდა საფირმო соусით. ელენე შეიძლება სულ შენ გელოდებოდი ყოველთვის ყველგან კაპატია ხო? მეგეთის არაფერი დაგიშავებია. ლაბა შაურმა რო არ არსებობდა სავიშველებოდა. აუ რა არის ეს წესიერი შაურმა გამიკეთეთ? კაცოდეს არ არის ლაბა შაურმის შაურმა. ვიცი ეს თქვენი შაურმა არ არის, უბრალოდ წესიერი შაურმა მინდა. ესეც თქვენი შაურმა საფირმო რანჩის საუსით. მე აი ეს მინდოდა ამდენი ხანია. ძალიან დიდი მადლობა, რამდენი უნდა გადავიხადო. თქვენზე 50 ლარია. ისე ფოტოშერტს რა იცოდეთ, ჩვენ გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. უკაცრავად, ისე 50 ლარი წერია და რატო? დიახ, ფასდაკლება იმ ადამიანებზე მოქმედებს, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. გამარჯობათ. რას მირთმევთ? გამარჯობა, მე ყავას ავიღებ მხოლოდ ამერიკანოს, იმიტომ რომ ჩემი ქმარი მეუბნება რომ ბევრ ჭამ და გავსუქდი. გასაგებია ახლავე. ეს რაც მინდა? გამოგადგებათ, ეხლა თავიდან შევუკვეთეთ, რაც თქვენ გინებავთ. მაშინ ერთი სტანდარტული ხაჭაპური მინდა, ერთი ლორით მინდა რაჭული და ასევე ლუდი. გაგასაგებს ამდენი ლორით და იმით. ეხლა მივხვდი რატოს მჭირდება. მადლობა. შეგერდოთ. ჩემი ფოტო გიყენია ეკრანზე? კი, როდესაც რთული დღეები მაქვს, ვუყურებ ხოლმე ამ ფოტოს. გასაყვარები ხარ. კი, და მე ვფიქრდები, რომ თუ შენ გაგიძელი ცხოვრებაში და აგიტანე და ამ სირთულეს შევეჭიდე, ანუ დარწმუნებული ვარ, სხვა სირთულეს მარტივად გავუძლებ.